მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და ეს იქნება წლის ბოლო ვლოგი. იმედი მაქვს, რომ უკვე მზად ხართ და არ ხართ ჩემსავით, რადგან ყველაფერი ბოლო წუთს მივიტანე. წესით ახლა უნდა გქონდეს мотивация საშობაო კი არა და საახალწლო мотивация ნამცხრებზე, გემრიელობებზე და სალათებზე, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყდა, რომ ახალ წელს სახლში არ ვხვდებით და მივდივართ ახლობლებთან. ცხოვრობენ ცოტა შორს, სადღაც დაახლოებით 3 საათამდე უნდა მანქანით და ამიტომ გადავწყვიტე ბოლოს, რომ საერთოდ აღარაფერია გამეკეთებინა. თავიდან დავიწყე ნაპოლეონის მომზადება, მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ წასვლა და უკვე ხვალ გავდივართ სახლიდან, გადავწყვიტე, რომ ნაპოლეონიც ბარემ დავკრემო და თან წავიღო. დღეს ჩემი მიზანია, რომ სახლი კარგად დავალაგო, საახალწლოდ რომ სუფთა სახლი დავტოვო, ასევე ნივთები ჩავალაგო და თეთრეულის გამოცვლასაც ვაპირებ, რადგან ყოველ ახალ წელს 31-ში დილით ვცვლი თეთრეულს, ეს არის ჩემი ტრადიცია, მაგრამ რადგან ახლა სახლში არ ვიქნებით, ბარემ დღეს გვიან გამოვცვლი ალბათ. პატარაზე ვნერვიულობ, რადგან საერთოდ არ უყვარს ავტოსავარძელი ეზიზღება, საერთოდ არ უყვარს მჭიდრო რაღაცეები, როცა უჭერს. ამის გამო ვერაფრით ვერ ვხმარობ საძილე ტომარას, ძალიან კარგად ხმარობს ხალხი, მაგრამ ჩვენ ვერაფრით ვერ შევეგუეთ, რადგან შიგ რო ვსვავ, გიждდება მოკლედ ფეხებს იქნევს აქეთ-იქით და იხლართება შიგ მთლიანად, ამიტომ გვაქვს საბანი. ზუსტად ისევე, როგორც ниცა და გოჩა გავზარდე, ასეც იზრდება, ესეც ცაბნით. კიდევ კარგი, რომ ზედ არიფარებს, ხელები აქვს ამოწეული და სახლშიც თბილა ღამე, ამიტომ იმდენად არ ვნერვიულობ საბანზე, ხოლო ავტოკრესლო არ ვიცი, ეზიზღება, მართლა ეზიზღება და ყოველჯერზე თუ სადმე მივდივართ, უკან ჩემთან ერთად და გაბრიელთან ერთად დოლგარმონიც მიზის, რომ გაართოს როგორმე 10 წუთიც რომ იჯდეს ამ სავარძელში და მანქანაში. მოკლედ ვეცდებით ყველანაირად, რომ კარგად ჩაიაროს ამ ყველაფერმა. მოკლედ გავალთ, ვნახავთ, თუ ბავშვი ვერ გაჩერდა და მოკლედ ვერ გავაჩერეთ, აუცილებლად უკან დავბრუნდებით და აღარსად აღარ წავალთ. Dashing through the snow in a one-horse open sleigh, over fields we go, laughing all the way. Bells are ringing clear, lighting up the night. What a joy to glide and sing this cheerful snowy ride. Jingle bells, jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Jingle bells, jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Windows glow with light, voices fill the air. Every heart is warm tonight with love and winter flair. Snowflakes start to fall, sparkling as they play. We're chasing laughter through the cold on this bright holiday. Ring those bells so bright, let them sing through the night. Every sound reminds us all winter's pure delight. ავკრემავ ჩემს ნაპოლეონს, ზემოდან ვაყრე შაქრის პუდრას სილამაზისთვის და ასევე გემოთიც უხდება შაქრის პუდრა ზემოდან და შემდეგ ვიწყებ უკვე ტანსაცმელების ჩალაგებას, რაც მთავარია. პატარა ტანსაცმელი მიმაქვს ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ 3 დღით მივდივართ,
უამრავი და თანმრთვლი რამდენი გამოდის. ალბათ 6 წყვილი ავიღე ჩასაცმელი და სადღაც 6 წყვილი ღამის საღამოები. იყოს რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი და უფრო წყნარად ვიქნები მეც. მინდა პირადად მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, კიდევ ერთი წელი თქვენთან ერთად. უღრმეს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. მოკლედ უამრავი კარგი კომენტარი იწერება ჩემი ვიდეოების ქვეშ. ამისათვის უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ და სამწუხაროდ ეს ბოლო ხანია ვერ ვახერხებ ყველა კომენტარზე პასუხის გაცემას, მაგრამ აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვკითხულობ და გულს მithბობს. კომენტარები იწერება ყოველთვის კარგი, პოზიტიური და კომენტარები, სადაც იწერება საქები კომენტარები უფრო სწორად, რომ როგორი კარგი გოგო ხარ, რა ყოჩაღი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხარია მართლა, ძალიან მიხარია და პირველი რასაც გავიფიქრებ ხოლმე, ეს არის თქვენ დედაჩემი არ გინახიათ. თქვენ დედაჩემს არ იცნობ. დედაჩემი არის ჩემზე უფრო 3-ჯერ და 5-ჯერ ყოჩაღიც, მოწესრიგებულიც, მოკლედ მთელი ცხოვრება მინდა რომ დედას დავემსგავსო და ვიბრძვი, მივიღწევ იმისკენ, რომ დედიკოს დავემსგავსო, რადგან ჩემთვის არის მაგალითი ადამიანი. ფიზიკურად ერთმანეთს გაჭრილი ვაშლები ვდგავართ და ძალიან მიხარია. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ის არის, როცა მეუბნებიან, რომ დედას ძალიან ვდგავარ და ეს ყველაზე მეტად მახარებს. დღეს არის ჩემი დედიკოს დაბადების დღე. მინდა საუკეთესო გისურვოდე და ყველაზე მეტად მიყვარხარ, შენ იცი და მინდა რომ იყო ბედნიერი, რადგან შენ ამას იმსახურებ. თქვენ გიგილოცავთ დამდეგ 2026 წელს საუკეთესო წელი ყოფილიყო და ეს წელი ყოფილიყო სურვილების ასრულების წელი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახალ წელს არ ვხვდები სახლში, ამიტომ ვაწყობ მაგიდას ყოველჯერზე საახალწლოდ, რომ ახალ წელს მაგიდა იყოს გაშლილი. ვდებ მხოლოდ ტკბილეულს და ხილს, ასევე სასმელებს, თებშებს და მორჩამედი არაფერს. თებშებს ვდებ ყოველთვის ერთი თებშით ზედმეტს ოჯახის ანგელოზისთვის, ანუ ოჯახის მფარველისთვის. წინა წელსაც არ ვიყავი სახლში და 5 თებშზე მქონდა გაშლილი მაგიდა, ხოლო წელს უკვე 6 თებშზე გავშალე. აუცილებლად ვდებ ფიგურებს გველის წელისთვის და ცხენის წელისთვის. სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არასდროს მინახავს, ყოველჯერზე ცხენი ვარდება. როგორც ხედავთ, ცხენი მყავს დამაგრებული. როგორც ჩანს, გველი აგდებს, რომ ჯერ არ არის მისი დრო და მართლა გეუბნებით, რამდენჯერაც დავაყენე, იმდენჯერ გადმოვარდა და იმდენჯერ აგდებს თითქოს. ასევე რჩევა იყო, რომ მონეტები დაგვედო მაგიდაზე და ასე მიდევს მონეტები, შეძლებს დაგვარად, მოკლედ რაც მქონდა მონეტები, მეტი არ მაქვს. ასევე 5-იანი უნდა იყოს მაგიდაზე, 5 ლარი, 5 ევრო, ან 50 ლარი, 50 ევრო და ამიტომ მიდევს 5 ევროიანიც და 50 ევროიანიც. მოკლედ ყველაფერს ვითვალისწინებთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხენის წელი, როგორც იცით, ჯერ არ მოდის, ჯერ გველის წელი რჩება და ცხენის წელი მოდის 17 თებერვალს. ამიტომ 17 თებერვალს აუცილებლად მანდარინის ტორტი უნდა გამოვაცხო. წუხელ ასეთი ლამაზი ბრჭყილები მივიწევე, წესით ბრჭყილაქის წასმა მინდოდა, მაგრამ ნიცას თხოვნით, მოკლედ მეც გავიკეთე და მე და ნიცას ერთნაირები გვაქვს ახლა. რაც მთავარი არის მოკლე და არ შემისვლის ხელს
ბავშვთან. ასევე ძალიან ლამაზია, არ არის საახალწლო, მაგრამ მაინც ლამაზია. უხელგავრეცხი თეთრეულიც, აბსოლუტურად ყველაფერი, ტანსაცმელიც. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიტუალია, რომ ახალ წელს არ იყოს გასარეცხი ტანსაცმელი და საერთოდ არაფერი გასარეცხი და ასევე ნაგავი. სახლში არ უნდა იყოს ნაგავი, ამიტომ დამრჩა მხოლოდ პატარას რაღაცეები ცოტა და გადავწყვიტე, რომ ბარემ თეთრეულსაც გამოვიცვლი, გავრეცხავ, სამწუხაროდ ვერ მოვასწრებ საშრობით გაშრობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ სახლში დავკიდავ და სანამ ჩამოვალთ უკვე მშრალი იქნება. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Jingle bells, jingle